აბა ჩემო ჯიგრებო, ეხლა გავჭენდეთ მექსიკაში და დღეს გამოვიძახეთ Los Amigos-დან Grand Burrito, quesadilla, chile con carne fri და ნახოთ ერთი რა არის რა. ნახოთ ერთი არის მართა Grandi ეს burrito თუ პეტერე burrito-ა. შევხედოთ ეხლა დავიწყოთ განფუთვა. აბა დავიწყოთ ეხლა განფუთვა. პირველი მინუსი, რაც არ მომეწონა, აი ესეთი რკინის კრეპი არ უნდა კონდეს არც ერთ საჭმელს. ეს შეიძლება მოძურეს ჩავარდეს და ეს არის მინუსი. პირველი მინუსი. ანუ დავიწყებთ გამფუთვას. სალფეტკები. ну, ეს მინუსია, მინუსი. დავიდა უხარში. და მოდი გავხსნათ ესეც. სტიგერი დავიტოვოთ. სალფეტკები ძალიან იაფიანია და ეს სალფეტკები წეს არ ვარგა, ესეც მინუსია. აბა, მოდი პირველი დავიწყოთ ახლა ჩვენ, ესე იგი, დავაგემოვნოთ. ცხელი, ნახეთ რა კაი რაღაცაა. ესე. ესეც, ესე. საკმაოდ კარგი პორცია ჩანს სხვათა შორის. მე რასაც უყურებ, ეყოფა ეს ორ ადამიანს მაინც. მოკლედ, chile con carne fri ნახოთ ახლა როგორია. გავსინჯოთ. აი chile con carne fri მომეწონა, რაღაც კაი მწარე ჯიგრულია. ეს საფეთქი არ მომეწონა. ეს არ მომწონს, ეს უნდა შევყარო იმაში. ბუხარში. საფეთქი ასეთი. ხელსახოცი უბრალოდ. არის ხარისხიანი. ეხლა ჩვენ გავსინჯოთ. ესეც კაი, დიდი პორცია ჩანს. დიდი კაი პორცია ჩანს, გავსინჯოთ ეხლა ერთი. გავსინჯოთ quesadilla. quesadillas მომეწონა. არ არის ეს ცუდი, quesadilla, მაგრამ რაღაცა მაიონეზის ხარისხი პატარა ეჭვი მეპარება. ცუდი კი არ არის, მაგრამ მაღალი ხარისხის მაიონეზი თითქოს არ აქვს რა და ცოტა გადამეტებული აქვს ეს მაიონეზი რა. აი ეს chile con carne fri უფრო მომეწონა რა. ნამდვილად. ჩვენერი. ამის რეკომენდაციას გავწევ. ეს ისე რა. აბა ნახოთ ახლა Grand Burrito
ვიმზადოთ მის დასაგემოვნებლად. არ ვარ დავისვაროთ, შევიცვალოთ ხელთათმანები. ეს გრანტი კი არის, დიდი არის, ჩემო კარგებო. ამის შემჭმელი მე მეოთხედის არა ვარ, სიმართლე გითხრათ. აბა, გავჭრათ ახლა ჩვენ, აბა გრანდ ბურიტო ესეთი. პატარა. ой, ესეთი სტრუქტურა აქვს. ახლა გემო. მოკლედ, ჩემო კარგებო, გრანდ ბურიტო ძალიან დიდია, ძალიან დიდია. მე ვფიქრობ ეს სამკაცე ყოფა, მარტო ეს რაღაცა გრანდ ბურიტო. პორციები, კაია, ნამდვილად. გემონო ეს ახლა ქათმისაა და აგითხრათ, საშუალოზე უკეთესი რა. ამას თვითონ აკლია ესეთია კაი შეზავება. და ციცაკაც ბევრი არაფერი. არა აქვს ისე როგორც მე მიყვარს. ეხლა ამ ყველაფერს ჩემო კარგებო ბურიტოებს დაიმებს რა უნდა? ამას უნდა ბურბონიტო, ამერიკული ბურბონი. ტეკილა შეიძლება. მექსიკური მარტო ტეკილა არ მაქვს, ამიტომ ამერიკული ბურბონი მოვამზადოთ. ბურიტოსთვის. აბა ჩემო ჯიგრებო, სანამ გადავალთ ბოლო ეტაპზე, დეგუსტაციის და შეფასების ეტაპზე, დეგუსტაციაში, მინდა ერთი სიახლე გითხრათ. ჩვენ უკვე დავიწყეთ აქ ჩემთან ჯიგაროს მარანში სხვადასხვა ფირმების პროდუქციების პრეზენტაციები. შეგიძლიათ ჩაატაროთ პრეზენტაცია. ჩვენ შეგვიძლია გადაგიღოთ ეს ყველაფერი, შეგიძლიათ თქვენ გადაიღოთ. თქვენს განკარგულებაში იქნება ყველაფერი, აბსოლუტურად რასაც ხედავთ აი აქ მარანში. უხარი, გარე ეზო, რაც მთავარია და გარე ეზოში გრილები და ვისაც კარგი პროდუქცია გაქვთ და თქვენ პროდუქციაში ეჭვი არ გეპარებათ, შეგიძლიათ მომწეროთ და აგერა ვარ. ჩავუტარებთ კარგ დეგუსტაციას, პრეზენტაციას ყველაფერს და განვათავსებთ რა თქმა უნდა ჩემს სოციალურ ქსელებში, როგორც TikTok-ში, ასევე Facebook-ზე და ასევე YouTube-ზე, როგორც ინგლისურენოვან, ასევე ქართულენოვან არხებზე. და ეხლა მოდი ბოლო შეფასება მივცეთ ჩვენ ამ ყველაფერს რა. რას დღეს დავაგემოვნე. დავიწყოთ პირველით დავიწყოთ გრანდ ბურიტოთი. გრანდ ბურიტო ძალიან დიდია. ძალიან დიდია და მართლა ეხლა თუ რაღაცა ვიშაპივით კაცი არ არის რაღაცა და ესა და ეს არ ვიცი, აი რა არის, ერთ სხვას ოჭამს ისეთი კაცი თუ არ არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ორი კაცი მარტო ამას ვერ მოერევა რა. აუ ნუ ორ კაცს აი ისე დაანაყრებსო ძალიან მაგრად რა. რაც შეეხება ესე იგი აი ამ კესადიას, ხო? არ იყო ესეც ცუდი, საერთო ჯამში შეიძლება რომ შევაფასოთ ესეც ძალიან კარგად. უბრალოდ აი რაღაც შიქ თავსი მაინდა-მაინც დიდად არ მომეწონა და აი ეს ჩილის კონ კარნე ფრი ზე მინდა გითხრათ რომ მე მივცემდი მას 10-დან 10 შეფასებას რა. 10-დან 10 შეფასებას მივცემდი, იმიტომ რომ ძალიან გემრიელია. აქაც ხაზი უნდა გავუსვათ ამ პორციების იმას რა ქვია, საკუთრ სუყე პორციებია. ესეც მინიმუმ აი ორ ადამიანს თავისუფლად ეყოფა და აი აქ რაც არის, 3 ადამიანიც დანაყრდება. არა, ორს ძალიან მაგრად ეყოფა. აი ძალიან მაგრამ ეყოფა. ორს გემოთი, აი ეს. მოკლედ გადავიდეთ ახლა ფასებზე. ესე იგი ფრი 18 და 90 არ არის რა ესეთი რაღაც სასწაული ფასი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მინიმუმ 2 კაცის პორციაა რა. მინიმუმ 2 კაცის პორცია კესადია 19 და 50. შეიძლება კესადიაზე ვთქვათ, რომ 19 და ესე იგი 90 რამის 20 ლარი ორი ესეთი, ესე რა ქვია, მაინდა-მაინც იაფი არ არის, რა შეეხება ბურიტო, ხო? ესე იგი ეს ბურიტო ძალიან დიდია ზომაში. ნუ ამას მაგალითად აი ორი კაცი ან კი ან ვერა რა. და საერთო ჯამში ეს იყო 73 ლარის
სამ კაცს ეყოფა რა. აი სამი კაცი, ჩემი აზრით სამ კაცს ეყოფა თავისუფლად რა. ეს კარგად რომ მე ნორმალურად დანაკდეს. ესე იგი სადღაც კაცი 23 ლარის რაღაცა ესე ფარგლებში გამო 23-24 ლარის ფარგლებში. დღევანდელ დღეს ეს არ არის რაღაც კატასტროფული ფასი და გემოებითაც მოდი ესე ვთქვათ რა. ეს ფრი ძალიან მომეწონა. აი ურჩევდი ყველამ რომ გასინჯოს. რაც შეეხება ბურიტო საშუალო ზე ცოტა მაღლა დავაყენებდი გემოებით და ასევე კესადიაზეც ვიტყვი რომ კესადიაც ესეთი საშუალო გემოს მქონე არის რაღაცა განსაკუთრებული არა. საერთო შეფასებიდან შეიძლება მივცეთ ფასიც, გემოები, ყველაფერი 10-დან მე მაგალითად აი ამ ყველაფერს შევაფასებდი მაინც 8 ქულით. მაგრამ აი ეს ფრი კიდე ერთხელ ვამბობ, ძალიან კაია და შეგიძლიათ გამოიძახოთ. ეხლა კიდე რაც ყველაზე მთავარია, ბურბონიტო უნდა დავლიოთ, შემოკარგებო. ხო, ეს ხელთათმანები აღარ დაგჭირდება, შეგვიძლია მოიხსნათ ეს ხელთათმანები შეგვიძლია ასე. და დაგლოცავთ შემოკარგებო. არ დაგავიწყდეთ მოწონება, გაზიარება და კომენტარები. დამიწერეთ რომელი რესტორნის კერძები დავაგემოვნოთ, ჩავუტაროთ დეგუსტაცია. მომწერეთ რომელი კონკრეტული რეცეპტი გაინტერესებთ. ჩვენთან იცით როგორ იდება ჩვენს არხებზე რომ არის რეცეპტები და არის ასევე ესე კერძები. ხო, ითხარით და როგორც ყოველთვის ხმალი თქვენ და კისერი აგერ ჩემი. აბა, იხარეთ და იბედნიერეთ.